საღამოშტობის მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბრო დღამეს სიარულზე და ზოგადად დღამის თემა, როცა მოგიწევთ ასე შემთხვევაში რის გაკეთება შეიძლება. თუმცა ეს ვიდეო არ მინდა მიიღოთ ისე რომ სულ ღამის თემა მოგიწევთ და რაღაცა, მაგრამ დეტალებს ახლა აგიხსნით, ნახეთ. ერთ ეკიპაჟიანებზე თქვენ თითქმის არ მოგიწევთ, სიარული აი თითქმის არ მოგიწევთ, მაგრამ როცა ახალი ჩამოსულები იქნებით სტაჟირებაზე, სტაჟირება კი გულისხმობს რომ ორ ეკიპაჟზე უნდა იმუშაოთ, ანუ გამოსცემ მძღოლს დაუჯდებით გვერდზე და ივლით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენც უნდა ატაროთ მანქანა და მანაც უნდა ატაროს. ვინც არ იცის, მათთვის აღნიშნავ, რომ დღეღამეში ერთ მძღოლს შეუძლია ატაროს 9 საათი. ორ მძღოლს შესაბამისად 900 პლუს 9 საათი, ანუ 18 საათი. როგორც წესი 18 საათი არ ატარებენ ხოლმე, მით უმეტეს სტაჟირების პერიოდში, მაგრამ 13, 14, 15 საათი დაახლოებით ასე მოგიწევთ ხოლმე თავიდან ამ 15 საათის ტარებაში აუცილებლად რაღაც დაგიღამდება და დაგათენდებათ, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ თავიდან მით უმეტეს რომ გამოუცდელები იქნები და რაღაცა თავიდან ყველას მოუწევს სანამ ამ სტაჟირებაზე იქნებით ესე ღამის თევა. როცა ეხა არის უცხო გარემო, უცხო ქვეყანა, უცხო ავტომობილი თქვენთვის, ასეთ შემთხვევაში იმაზე ბევრად მეტად დაიღლებით, ვიდრე ჩვეულებრივი ვთქვათ ორი გამოცდილი მძღოლი როცა მუშაობს ორ ეკიპაჟიანზე, მათზე ბევრად მეტად დაიღლებით და შესაბამისად ძილიც მოგერევათ. ასევე ერთ რამეს გეტყვით მეგობრებო, რომ როცა ძილი მოგერევათ და რაღაც თვლემისკენ წახვალთ, ესეთ სიმპტომი აქვს, რომ ეხლა აქ რომ მოდიხარ, ხო, მაგალითად რაც ჩანს, ხო, ეს რაღაცა შეიძლება რაღაც იმათ მოგეჩვენოს გორად. ან თქვათ ასევე რაღაცა რომ მიდიხარ, აქ გეგონება ხიდიაო, ან მოლანდებების მსგავსი რაღაცები დაგეწყება და ეგ უკვე კრიტიკული ზღვარია, მეგობრებო, როცა ხედავთ რომ გარდა იმისა, რომ თვლემთ და თვლემის მერე უკვე რაღაც მიმსგავსებებს დაიწყებთ, რაღაც ხეს, გორას მიამსგავსებთ ან ასე შემდეგ, ეგ უკვე კრიტიკული ზღვარია, მეგობრებო, და მის მერე არის უკვე ჩაძინება, ასე რომ ვთქვათ. ასე რომ მაგ მდგომარეობამდე, მეგობრებო, თქვენი თავი არ მიიყვანოთ, მით უმეტეს სტაჟირების პერიოდში და სტაჟირების მერეც რა მნიშვნელობა აქვს, შეეცადეთ, როცა გეძინება, დამიჯერეთ, არაფერი არ გაფუჭდება და არ დაინგრევა მაგით ქვეყანა, როცა თუ ხედავთ, რომ ვეღარ ქაჩავთ, მიაჩერეთ მანქანა და დაიძინეთ, დაანებეთ თავი ყველაფერს. ის 45-ით დაიძინეთ ბოლო-ბოლო და მერე გააგრძელებთ, როცა მარტო იქნებით და როცა ორი ეკიპაჟი იქნებით, სამწუხაროდ, როცა გვერდზე ზის მძღოლი, ის გვერდზე ჯდომა დასვენებაში ეთვლებათ. თქვენ კი დაიძინეთ გვერდზე, მაგრამ გამოსულმა მძღოლმა არ აქნას, როცა რულზე სტაჟორი ზის და როცა ხედავ, რომ აშკარად შენი სტაჟორი მანქანას ისე ვერ ატარებს, როგორც საჭიროა, ღამე ხო ვერ დაიძინებ. ასე რომ მეგობრებო, ეს საკითხი სავსებით რეალურია და როცა ამ მომენტის წინაშე დადგებით, არსებობს სხვადასხვა საშუალებები. ზოგი სიგარეტს ეწევა მეგობრებო, ზოგი წყალს დალევს, ზოგი წყალს შეისხავს სახეზე, ზოგი ჭამას იწყებს, ზოგმა შეიძლება გააჩეროს მანქანა და თქვათ გაიარ გამოიაროს ან გარეთ მოწიოს სიგარეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი მაქვს ნაცდელი ასეც ისეც და ყველაფერი მუშაობს, ოღონდ ზოგი ცოტა ხნით, ზოგი ძალიან ცოტა ხნით, რა ვიცი. ასევე რა თქმა უნდა ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარე, ეხა ბევრს რო ეწევი ღამე, ცუდია, ეხა ვიცით ხო, ან შეიძლება რაღაც სასუსტნავები ადგე და ის ტკბილეულობა და რაღაც ჭამა დაიწყო, ეგეც რამდენი უნდა ჭამო ეხა ეს ტკბილი, ხო? და შესაბამისად ეგ იწვევს მერე ჭარბწონას და ასე შემდეგ. ის მეთოდი, რომელიც ჩემს შემთხვევაში ყველაზე კარგად მუშაობს, ეს არ არის რაღაცა ისეთი, რომ აი მარტო კარგი აქვს და ცუდი არაფერი არ აქვს, როგორც ვიძახი მეგობრებო, ხშირად ჩემს ვიდეოებში ყველაფერს დადებით და უარყოფით ხარები აქვს, მაგრამ შედარებითია ყველაფერი და რომ შევადაროთ, ისაც ჩამოთვალე და ეხლა რასაც ვიტყვი ის ბევრად მეტხანს გამყოფებს ხიზლად და შედარებით ნაკლები ზიანი მოაქვს, ასე ვთქვათ. და ეს არის მეგობრებო, ან მიწის თხილი, ან იგოზი, ან ნუში, ან წაბლი და მსგავსი საშუალებები, რომელიც საკმაოდ ბევრ ხანს გამყოფებს ხიზლად. სასარგებლოც არის, ოღონდ სასარგებლო სამწუხაროდ არის ცოტა დოზი და ეხლა შე რომ გინდა აქ 9 საათი და 40 წუთი და 1 საათი გაიტანო მაგითი, ხო? ეგ უკვე სასარგებლო აღარ არა, თქმა უნდა, მაგას ზედმეტი კალორიები აქვს ყველაფერს და ყველაფერს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი ხარები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არჩევანის წინაშე თუ დავდგებით, თუ გვაქვს საშუალება გავაჩეროთ მანქანა, გააჩერეთ მეგობრებო, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე მომენტი, რომ შეიძლება ვერ გააჩეროთ 15-20 წუთის გამო, შეიძლება არ გააჩეროთ და დამიჯერეთ, ხანდახან არის, მართლა არის, ხანდახან მომენტი, იყო ყოველ შემთხვევაში, ჩემს შემთხვევაში და თქვენ შემთხვევაშიც იქნება 15 წუთი კონდეს დარჩენილი, მაგრამ იმდენად გეძინებოდეს ადამიანს, რომ 15 წუთის გამო ეხლა აქ ვერც გაჩერდები, აქ როგორც ხედავთ, პარკინგი არ არის, აგერ 31 კილომეტრი მიჩვენებს, ეხლა ისეთ ადგილას ვარ, ყველაზე ახლო პარკინგს არის. პოლიცია თუ რაღაცა მოდის უკან გაკრას სასტრაფო თუ რაღაც.
აი ესენია კიდე ღამე ისედაც რო გეძინება და კიდე ეს რო გიჭიტინებს თვალში, ნუ ძალიან ისეთი არის რა მოკლედ. გისტრაფებს ასე ვთქვათ ჩაძინების პროცესს. ეხლა რაც ჩამოთვალე აქედან მეგობრებო, Lidl-ში, Aldi-ში, რა ვიცი, ახლა თუ პოლონეთში მოხვდებით ბედრიონკაში და ასე შემდეგ ბევრგან იყიდება რა. რაღაცა ზედმეტი მარილების და რაღაცების გარეშე ვყიდულობ მე პირადად. თქვენ არ ვიცით, თქვენ შეიძლება სხვა რაღაცას მიაგნოთ, მაგრამ ჩემზე რაც მუშაობს და რაც უთხოვარად მუშაობს, აი რაც არ უნდა მეძინებოდეს მეგობრებო, რაც არ უნდა ისე ვიყო, აი როგორც კი დავიწყებ მირთმევას, ეგრევე ვხიზდები, ეგრევე, იმიტომ რომ ეს მაინც თუ მოძრაობაში რო არის ყბა, ნუ ფიზიკურად რო გინდოდეს ვერ დაიძინებ რა. და ნუ ძალიან სასიამოვნო სასუსნავია ესე ვთქვათ რა, თუმცა როგორც ვძახი, ბევრის ჭამა უკვე დიდად სასარგებლო არ არის, მაგრამ თუ შევადრეს მეგობრებო იმას რომ შეიძლება ჩაგეძინოთ და რაღაცა, მაგას ჯობია ბევრი სუსნაო, თუნდაც ის სხვა რაღაც, ანუ იმას ყველაფერი ჯობია თუ შევადრეთ რა. მაგრამ თუ გექნებათ საშუალება გააჩერეთ, თუ არ გექნებათ საშუალება და ხედავთ რომ უკვე მეტი უკვე კრიტიკულ ზღვარზე გადიხართ, მაინც გააჩერეთ, პირველ პარკზე შედით და დაანებეთ ყველაფერს თავი, მაგის გამო არაფერი არ მოხდება და დაიმახსოვრეთ მეგობრებო, თქვენ რაც არ უნდა დაგემართოთ, რაც არ უნდა ძილი მოგერიოთ, რაც არ უნდა თქვა ტვირთი ვერ მიიტანოთ, რაც არ უნდა სხვა რამე მოხდეს, დამჯერეთ თქვენ პირველი არ ხართ. ეგ უკვე ბევრჯერ მომხდარა აქ, ყველა შემთხვევაში მომხდარა, აწიც მოხდება სამწუხაროდ ამ საქმეს მსგავსი რამეები ახასიათებს, შეიძლება ვერ მიიტანოთ რაღაცის გამო ტვირთი, შეიძლება სასოფში აღმოჩნდეთ, შეიძლება ფიზიკურად თქვენ ვერ გაკაჩოთ, შეიძლება რაღაც 1000 რამე შეიძლება, ანუ ყველა ვარიანტი დაიმახსოვროთ, რომ თქვენ პირველი არ ხართ. და ნუ გექნებათ იმის მორიდება და იმის ის რომ აი ხა მე რო გავჩერდე და სირცხვილია და აბა ვინ რა სიტყვის და მსგავსი რამე, არაფერი სირცხვილი არაა მეგობრებო, რა თქმა უნდა ცუდია რომ რაღაცა დავალებას ვერ შეასრულებთ, მაგრამ იმაზე ბევრად ცუდია თუ უფრო უარეს გააკეთებთ. ამიტომ მაგითი არაფერი არ დაშავდება ისეთი განსაკუთრებული, რაც შეიძლება მე იმ თქვენ ასე ვთქვათ თავს რო არ გამოუწყდებით და რაღაცა უფრო ცუდია მეგობრებო. ამიტომ ყველას გირჩევთ თუ ხედავთ რომ რაღაცა მიაჩერეთ. თუ ხედავთ რომ ცოტა ისე თავს ერევით და რაღაცა, კი ბატონო გააგრძელეთ გზა და დამატებით აგერ საშუალებას მე მივაგენ და თქვენს იმას კენით, რა ქვია, შეგიძლიათ ცადოთ. აი ესენი მეგობრებო, რაღაც გავს მარილოები. ნიგოზე შერეული არის მარილიანის და რა თქმა უნდა ქიშმიშების ესეც კაი არის ფოტოშოპს. მაგრამ ეს უკვე ასუქებს. ძირითადად ესენი არის. ყლეთა ეს არის მეგობრებო. ყველაშორის ეს დიდი სკუშონი მალაკოები იყიდება, რომელსაც ეხა აღარ ჭამთ, ძალიან გემრიელი. აი ეს ჩავეწრი მოკლედ და ეს არის იდეალური მეგობრებო. ღამის თევისთვის. ამ შემთხვევაში ამაზე კაი საშუალება ვერ იპოვე. ასე რომ თქვენს გირჩევთ თუ არა და სხვაც ნახეთ. თუმცა ვიმეორებ მეგობრებო, რომ ერთ ეკიპაჟიანზე ხო ეხაც რომელი საათია 22-22-ია მეგობრებო ეხა. 22-22-ია და ნუ დღეს საათი და 24 წუთი დამჭა სატარებელი. 17 კილომეტრი და ნუ 17 კილომეტრში საათ და 23 წუთში ყველა ვარიანტში მივალ რა. და გავჩერდები. ამიტომ ჩემ შემთხვევაში და ბევრი გამოცდილის შემთხვევაში მეგობრებო, მე უკვე ეჩვევით ამას და რაღაცნაირად ისე ხარ, რომ რაღაც მომენტში ღამეს სიარულიც კარგია და სიამოვნეს უფრო. ეხლა დღეს იმდენად მანქანები მოძრაობენ, მაგრამ არის ბევრჯერ რომ ღამე მიდიხარ 10, 11, 12 საათზე, რავი 2 საათზე და კაცშვილი არა და ნუ პირიქით მუსიკა შართავ და სიამოვნეს ღამეს სიარული. ღამეს სიარული ყოველთვის უფრო მარტივია თუ არ გეძინება. თუ გეძინება, მაშინ არა მეგობრებო. ამიტომ თავიდან მეგობრებო ყველა ვარიანტში მოგიწევთ, მერეც მოგიწევთ ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად და ეხა დღეს სულ ღამე გავათი, მე უბრალოდ დღეს ხა სატარებელი დრო აღარ მრჩება მე თორე დღეს რომ მქონდეს კიდე 1-2-3 საათი, ხო? რა სიამოვნებით ვივლდი, იმიტომ რომ როგორც მოგესალმებათ მე ისე ვარ მეგობრებო და რომ პოლონეთიდან რომ ჩავალ ინგლისში და ჩამოვალ, მაგაში მიხდიან ფულს, ხო და ამიტომ მე მაწყობ ბევრი კილომეტრების გავლა რომ მაწყობს ღამეს სიარულით უფრო მაწყობს, იმიტომ რომ ღამე ბევრ კილომეტრს გავდივარ და ხა დღეა შეიძლება საცობი იყოს სხვაზე ვიზახ, ხო? ამიტომ ჩემ შემთხვევაში მეგობრებო, ვისაც არ გაქვთ ჩემი სხვა ვიდეოები ნანახი, მე ცოტა განსხვავებული პრინციპით მუშაობ, თქვენ ასე არ იქნებით, თქვენ იქნებით ღიურზე და თქვენი სამუშაო ძირითადად ამ დროს უკვე დასრულებული იქნება ხოლმე რა.
იმიტომ რომ მე კვირაში 2-3 დატვირთვა მაქვს დაახლოებით და შორ მანძილებზე დავდივარ და თქვენ გეკნებათ კვირაში 5-7 დატვირთვა და ახლო მანძილებზე ივლის შედარებით რა. ბევრი განსხვავება ამ ორ მუშაობის პრინციპს შორის მეგობრებო. მაგრამ არსებობს ზღვარი რისიქითაც უკვე ადამიანის ორგანიზმია და ძილი ჭირდება, ხო? ამიტომ მიჩვევა მეგობრებო ყველაფერი ესეც ისიც, მაგრამ თავიდან ვიმეორებ რომ ელოდებით რომ რაღაცა ყველაფერს სხვასავით გააკეთებთ, მაგრამ მოვა დრო და სხვასავითაც გააკეთებთ და სხვაზე უკეთესსაც გააკეთებთ. ასე რომ მეგობრებო არსებობს ეს საშუალება, რომელიც ჩემ შემთხვევაში კარგად მუშაობს, როცა დამჭირდება, იშვიათად ჭირდება ხოლმე, მაგრამ როცა დამჭირდება, კარგად მუშაობს, თქვენს სცადეთ, იქნება სხვა რამეც ნახოთ, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში რაღაც თავს არ გამოუწყდით და რაღაცა მსგავსი რამე არ გინდათ, ან იგივე მასწავლებელთან ხა მომერიდა და რა უქნა არ გინდათ. გეძინებათ, всё, აჩერებთ, იძინებთ. ეს მარტო ტრაილერზე არ ვსაუბრობ, მეგობრებო, ზოგადად ტრაილერზე, პატარა მანქანაზე ისედაც შეიძლება რაღაც სამსახური გონდეს და გამესათებდნენ, ზოგადად სიმპტომები დაახლოებით პლუს-მინუს ერთი და იგივეა და ამ სიმპტომებს თუ ხედავთ უკვე და ხედავთ რომ კრიტიკულ ზღვართან მიხვედით, დაანებეთ ყველაფერს თავი დაიძინეთ, არც თქვენი ჯანმრთელობა აღებს მეგობრებო, მაგი და არც არაფერი. ასევე მინდა მეგობრებო გითხრათ რომ ჩვენთან რომ ავტობანი გვაქვს ერთი და განათებულია, ასე აქ არ არის, იმიტომ რომ ერთმა მკითხა, ღამეებს და ხაზული არისო გზები და რაღაცები ჩამს და განათებული არისო ავტობანებიო და განათებული ავტობანები აქ ნაკლებად არის მეგობრებო, ეხლა კი მოვდივარ განათებული აქ ჰოლანდიაში ვარ ეხლა, მაგრამ ძირითადად ჰოლანდიაში, ბელგიაში არის განათებულები, ესპანეთშიც არის რამოდენიმე გზა განათებული. ყველგან არის განათებები, მაგრამ ძალიან იშვიათად და ძირითადად ქალაქის შესასვლელებში და გასასვლელებში. ასევე მეგობრებო, ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ დღევანდელ თანამედროვე ავტომობილებს აქვს დამხმარე ფუნქციები, რომლებიც მეტნაკლებად გამოგადგებათ. ერთ-ერთი ფუნქცია მაგალითად ეხლა ზოლზე რო გადავიდე, ხმას გამოცემს და რაღაცებს დამიხატავს. მეორე ფუნქცია მეგობრებო, რომ აი ხა მე მაგალითად ამ მანქანაზე მაქვს წინ გაყოლის ფუნქცია, რომელიც ეს შემიძლია დავარეგულო და ყველაზე შორი მანძილი დავიყენო. ასეთ შემთხვევაში ეხა ეს მანქანა აირჩევს წინა მანქანას და გაყოლვა მას, ან თუ რაიმეს მიუახლოვ და დაიწყებს შენელებას და დისტანციით სიარულს, რაც საკმაოდ კომფორტული ფუნქციაა და ამეთანხმებით. ასევე ჩემ შემთხვევაში მაქვს მესამე დამხმარე ფუნქცია აგერა, რომელიც ლაბაოიზე თუ ახლოს მივალ რაღაცასთან წითლად მიჩვენებს ლაბაოიზე ASM და თუ ზედმეტად ჩქარა უახლოვდებით იმ რაღაცას, მაგის შემთხვევაში დამატებით კიდე საკმაოდ ხმამაღალ ხმას გამოცემთ, რომელიც ნამდვილად გამოგაფრთხილებთ იმ მომენტში. ღმერთმა რა თქმა უნდა არ დაგაჭიროთ არც ის ფუნქცია. თუ რამე დღევანდელ თანამედროვე ავტომობილებს გავს ფუფუნება ნამდვილად გააჩნია, რაც კომფორტულიცაა სასიარულოდ და უსაფრთხოებით ხალხაზრისაც ბევრად უფრო კაია, ვიდრე ამის გარეშე სიარული, ხო? ასე რომ მეგობრებო, გაუფრთხილით საკუთარ თავს, გაუფრთხილით სხვებს, გაუფრთხილით ჯანმრთელობას და მშვიდობიან გზავრობას გისურვებთ დღეს და ღამეს მეგობრებო. ეგეთი ამბავია მეგობრებო ღამე. ეხლა კი მე პრინციპში 8 წუთებს შევა მეგობრებო და როგორც ყოველთვის და ერთ პარკინგამდე დამრჩა 6 კილომეტრი, 5 და 2. მეორემდე
და 6. ინდიაში ეს პარკინგი უფრო ახლოა, მაგრამ ეს დიდი პარკინგია და შეიძლება ადგილის აძებარი გამიხდეს და ის მეორე პარკინგი არის. ჩემი შერჩეული ადგილები, სადაც შერდები ხოლმე და წინა ვიდეოში რო ვიძახდი მეგობრებო, რომ პარკინგებს ვეძებ თქო და ამავე აღნიშნა რომ მე პარკინგებს ვეძებ არა იმ პარკინგებს რომელიც აქ გზად მაგ და რომ სადაც ყველგან შერდება. როცა მე პარკინგებს ვაწყობ ამ შემთხვევაში ისეთ ადგილებს ვეძებ აქცენტი გაკეთებული, სადაც სხვა არავინ არ შერდება იქ და შეიძლება 1000 ერთხელ ჩემსავით ვიღაცა დადგეს. ანუ ეგეთ ადგილებში მე რომ მივალ იქ ზუსტად ვიცი რომ 99% შემთხვევაში ადგილი დამხვდება. აი ხაც ამ შემთხვევაშიც ნახეთ ეს პარკინგი 1 კილომეტრი თუ კილომეტრნახევრით უფრო ახლოა, პრინციპში 2 კილომეტრით უფრო ახლოა. და ის უფრო შორსაა, მაგრამ იქ ნამდვილად დამხვდება 100% ადგილი. იქ ნამდვილად 99% დამხვდება ადგილი. და აქ შეიძლება საძებარი გამიხდეს. ამიტომ 3 კილომეტრნახევარი და 6 წუთი. 3 კილომეტრნახევარი და 6 წუთი. უბრალოდ იმ ადგილას იმიტომ ვარიდებ, ეხლა წასვლას რო დღეს პარასკევია და ხვალე რო გათენდებიან, მე 9 საათამდე ვერ დავიძვრები და 9 საათამდე რო ვერ დავიძვრები, რავი. სხვების ხო მუშაობას და რაღაც მანქანები უნდა გააჩერონა რა. ამიტომ ცოტა ვერიდები იმას არა და აქ დიდი შანსია რომ დღეს რამოდენიმერიანი პარკინგია, რასაც ეხა ეს მივდივარ და სადაც ვაპირებ გაჩერებას და შეიძლება შეიძლება ზუსტად ვერ მოვძებნო ადგილი და ზუსტად ვერ დავაპარკინგო დროზე. ამიტომ ნახოთ, აბა ეხა 1-2 წუთი ვიფიქრებ კიდე და გადავწყვეტო. მაგრამ 2 წუთი საფიქრალი დრო სად არის, აგერ 230 მეტრიო და არა წავალ მოდი იმ ჩემ პარკინგს ავირჩევ, სადაც 100% ვიცი რომ ადგილი დამხვდება, იმიტომ რომ 5 წუთი დამრჩა და კილომეტრი და 600 აქვე კი არის, მაგრამ რა ვიცი რომ არ დამხვდეს. რა ძალია, ხო, აქე მაინც ვიცი რომ იქნება ადგილები და მივჩერდები ჩემს კაი ადგილას, თან ხვალე გავივლი. აქაც ეს ადგილიც ხშირად მაქვს მეგობრებო ნაჩვენები ვიდეოში. ხვალე გავივლი, დრო რომელი საათი გვაქვს? დრო გვაქვს 23:41. ანუ მე რო გემიდან გადმოვედი დღეს დაახლოებით დაახლოებით კი არა და ზუსტად გეტყვით მეგობრებო. აა 17:45-ზე რო გადმოვედი მეგობრებო. უკვე სიბნელე იყო. საკი ოდნავის იყო, მაგრამ ყველგან სიბნელე იყო უკვე. ამიტომ 17:45 შემდეგ მოვდივარ ღამე ქვია, რა ახან სიბნელეა ღამეში ასე რომ. დამრჩა 4 წუთი მეგობრებო. თუმცა აი ხო ვიძახე ხა დღეს რა 1-2-3 საათი ჩაულებრივად ვივლი კიდე. მithumetes ჰოლანდია, ბელგიაში და გერმანიაში დიდი სურვილი არა მაქვს რომ ვიარო ღამე, იმიტომ რომ არსად გასწრება არ შეიძლება და ღამეც მანქანები დადიან ხო. აი აგერ შეიძლება მეგობრებო, აი ხა ამ ნებისმიერ ამ ადგილას შემიძლია აქ წყალი არის და ეს წყალი უნდა გადავიდე რა. ამ წყალს გადავალ და небесмер ადგილას გავჩერდები. Დამრჩა 3 წუთი. Через 300 метров следуйте по круговой развязке и выберите 4-й съезд. ის მანქანების ადგილი აგერ. მე ცოტა უნდა ვიჩქარო ახლა თორე Следуйте по круговой развязке и выберите 4-й съезд. მისახოვი მაქვს, მოსახოვი მაქვს მეგობრებო და ამე ველოსიპედები არ მოდიოდნენ, მაინც გამოვიხედოთ. ახალი მარშრუტის გამოთვლა. Поверните налево, Австервелд-Тингл. Австервелд-Тингл, აქაც მანქანები, მაგრამ აქ შენელობა და რაღაცები და აქ არ მიყვარს თქო. ეს უკანა მხარე ის ლოჟაა წინ. დამჩაური წუთი მეგობრებო. ნუ
ну ეხა ეს ადგილას ახლა რაღაცა რო იყოს და ერთუთი რომ მქონდეს ბოლო-ბოლო აქაც მივჩერდები სიტყვაზე ვიზახი. ამიტომ ვიზახი მე ამნაირ პარკინგს გულისხმობ, პარკინგს გულისხმობ პრომ ზონას და არა იმ პარკინგს, სადაც ყველა ჩერდება და ეხა სადაც უნდა მივსულიყავი ამ პარკინგზე. აქ არის, რა ვიცი, ალბათ 1-200 მანქანა ეტევა, იმ ხელა პარკინგია, მაგრამ ნუ დიდი შანსი იყო იქ ადგილი არ დამხვედრა და აქ რო რამე ეხას გავჩერდები, აი ეხას გავჩერდები და არაფერი პრობლემა არ იქნება. მით უმეტეს შაბათს ან კვირას რომ მოვდივარ და აქ ყველაფერი დაკეტილია და რა პრობლემაა ხო? ხვალეს არ იქნება პრობლემა ეხა ამ წინა ადგილას აქ არ ჩერდებია. აგერ 2 წუთი დამრჩა მეგობრებო. ეს თითო 2 წუთი ადრე ვაყენებ ხოლმე ამ ბუდილნიკს ყოველთვის რომ ხიზლად ვიყო და რამე რო არ გამომჩის. ასე რომ აჰა მოვედი. მოვედი მეგობრებო აგერ. აი ამასთან ჩერდები ხოლმე ცოტა უკან რომ რამე რო იყოს კი ჰოლანდია, მაგრამ აი ეს განათებული რო იყოს. დამრჩა 1 წუთი მეგობრებო. ებატონო, აჰა. და ჩავაქროთ მანქანა. ასევე მეგობრებო, ამ 1 წუთთან ერთად მიმთავრდება 15 საათიანი საერთო დრო. ასე რომ ეგ საერთო დრო წავდგეთ და მივაკეტოთ ეხა ჩვენს მენა უცებ განესტრანი ნიდერლანდი. გამოგანდა, ოკეი. ახლავე თითო წუთი ნახევრით უკან ვაყენებ ხოლმე ამას და შემდეგ ხსნა აგერ დაიწყო ამან ცივცივი, ხვდებით? ესე წუთი წამზე, ну, როგორც ყოველთვის, მაგრამ ისევ და ისევ მეორებ მეგობრებო, წინა ვიდეოში ვიღაცებს ეთყობა ესე დამიწერეს რომ კი, მაგრამ ასე რატო შვებიო კაც ჩვენ არ შვებითო და ამდენი ხანია ვმუშაობ და ჩვენ ასე არ შვებითო და კომენტარებშიც უპასუხე მეგობრებო და აქაც გავაჟღერებ რომ ვინც ამას არ შვება ისინი ყველანი მუშაობთ მეგობრებო თქვენ და საბედნიეროდ დღიურზე მე ვარ რეისზე და განსხვავება დღიურს და რეისს და კილომეტრას შორის ყველაფერს აქვს თავისი განსხვავება მეგობრებო თორე ნამდვილად არ მეხალისება ეხა მე თუს და წამზე ბუდიალი ერთკვირიანი რეისები რო არსებობდეს სადაც გადამიხდიან დღიურად სადღაც იქნება მაგრამ ჩემს ქალაქში სამწუხაროდ არ არის სამწუხაროდ ჩემს ქალაქში მეგობრებო არ არის მაგრამ არა უშავს ისე არ მეძინება და ამსაც ხო არ დავარტყა ერთი წრიან ხაურობას აი ნახე შეიძლება ყავა მოვიდუღო და ვიბუდიალო აი მაგას ვიზახე მეგობრებო აი ხა არ მეძინება და რაც მინდა ეხა გაჩერება მაგრამ აბატონ ტახოგრაფიდან უნდა გაჩერდეს სხვა გზა არ აქვს რა მე აუქნათ ესეთია ჩვენი სამუშაოს რეჟიმი ასე რომ ვთქვათ რა კაი ალბათ ყავას მოვიდუღებ მეგობრებო და ერთ ისეთ ლაით წრეს დავარტყავ რა თქვენი დაგემშვიდობებით მეგობრებო აბა თქვენიც ოჩაღად ყველა